გაუმარჯოს. პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ. რა მინდა გითხოთ იცი? მე გისმენთ. თქვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი ხართ რა იდეაში. მე ძალიან მომწონს ხართ. ჯორნალად დაგემართათ რომ ამ ხალხთა ხო იცით რომ ეს ბნელი ხალხია რა. ამათან რომ ესეთი გულწრფელობა, ესეთი პირდაპირობა არ მუშაობს არა. აქ ხო იცი რომ უმეტესობა ბნელია. არჩევნებზე იმას მისცემენ ხმას, ვინც კარგად ატყუებს და ასე შემდეგ, მინიმუმ წააგებთ. ხო იცი რომ ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის უმცირესობაში არიან. ეხლა მე იმას კი არ მოგიწოდეთ რომ მოიტყუეთ და მე გადაყარეთ დანარჩენებივით, მაგრამ რაღაცა რო შეცვალოთ. აი მე ძალიან მე თქვენი ამომრჩეველი ვარ, ბუნებრივია და თქვენი მხარდამჭერი და რა ვიცი. რა შეიძლება? მომწონხართ მაგრამ. უკაცრავ, რა შეიძლება რომ შევცვალოთ თქვენი აზრი? აი გეტყვი. თუნდაც ბიზინა ხომ მოვიდა ტყუილებით და მე რაც უნდა და ისაკეთა მიშაც რაღაც დაპირებებით მოვიდა და ბოლომდე არ თქვენს იმ დაპირებებით მოდით რაც ხალხს უნდა რომ მოისმინოს და მე უკეთესი გაუკეთეთ რა მე მოატყუეთ არა მაგათვის სასიკეთოთ მოატყუეთ ღმერთო ჩემო თქვენ ეს შეგიძლიათ თქვენში იმხელა ინტელექტუალური რესურსია ამიჟერეთ აი თელი პოლიტიკური ტვინი რო ავწონოთ თქვენ ერთში რომელიმეს თავში იდება მაგდენი ხატო აკეთებთ აი ამას რო უბრალოდ ადამიანებს ეუნებით ის რაც რეალობა და მართალია და ჭეშმარიტებაა და თანაქვე იცით ხა დარწმუნებული ვარ რომ იცით რომ ამის მიმღებლობა დაბალია სადაც უბელა მამაუებთან დარბიან 80% მოსახლეობის და ეზიარებიან და ყველა თავიანთ დანაშაულს დებილურად ლაპარაკობენ და რავი 1000 სისულელეს ჩადის ეს ერი უკვე რამდენი წელია ღმერთო ჩემო კარგით რა თქვენ მაინც მოგიხსენებათ რომ ამ ხალხს ჯერ უნდა მოატყუო და მე მისთვის ბავშვს რო ვატყუებთ საწუვარათი და მე საჭმელს ვაჭმევთ რაღაცა ეგეთი მოიფიქრეთ ესენი ბავშვები არიან ვერ განვითარდნენ ჯერ მოატყუე და მე კარგი მიეცით რა მე კარგი საკვები მიეცით მაგალითის დონეზე რომ მივხვდეთ აი რა ტიპის ტყუილი მოსულა აი მაგალითად რა მოსულა რომ აი თქვენ როგორც ჩემს ამომრჩეველს არ გაგიტყდებოდა აი მივხვდი უკვე რასაც მეუნებით და ოკეი მე შეიძლება ის არ ვიცოდე რა ტიპის ტყუილი მოსულა ამ ეტაპზე არ მაქვს ეგ დამუშავებული იმიტომ რომ ამაზე არ მიმუშავია მაგრამ მე გეტყვით რა არ მოსულა მაშინ და ეს გამორიცხვის მეთოდით მე შეგიძლიათ უფრო კარგად გახვიდეთ. შეგიძლიათ რომ მინიმუმ მათი სენსიტიურ საკითხებზე არ ელაპარაკოთ. არ შეეხოთ იმ დამპალ მღვდლებს, რომელიც ასე ძალიან ძაგს მე. არ შეეხოთ იმ რაღაცა წმინდა რაღაცებს, რაც მათ გონიათ რომ წმინდა. მოდი ჯერ ამაზე ლაპარაკით ვერ მოვდივართ, ხო წი? რაღაც ხმალი არ ჭრის და ესე ძალმომრეობით ვერ შემოვდივართ და თბილისის აღება ხმლით არ შეგვიძლია. მაშინ ავდგეთ და ესე გონებაში თუ გინდა რომ შეხვიდი ადამიანისაში და რაღაცა მისი ხმა წამოიღო, მაშინ მისთვის სენსიტიურ რაღაცებს არ შეეყო. რასაც ახლა ავტორიტეტი აქვს. დავიგე, მივხვდი. ვიღაც როჟები, ვინც რაღაცნაირად გონიათ კაი ტიპები. მოდი ესე უხეშად იმათ არ შეეხოთ და ის ეხლა თქვენ როგორი სახელი გაქვთ, იცი, აი როგორ საუბრო ხომ ჩემს მეგობრებთან რა. აი ნარკომანებს უჭერენ მხარ. დედა ჩემი ვერ დავარწმუნე რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ. აი როგორ შეიძლება რომ მეზობელი დავარწმუნო, ხო? ძალიან მიჭირს თქვენს იარეგეს ნარკომანებს უჭერენ რაღაც ის ხო შეიძლება ეგეც გათვლა იყო რომ მაგათ ხმას წამოიღებთ, მაგრამ ნარკომანი ხო ის ისეთი როჟა მაინც გაწყდება ადრე თუ გვიან და იმას მისცემს ვისკენაც უკეთეს შემოთავაზება ექნება. მაგათ იმედია არასდროს არ უნდა ყოფილიყავით, ხო ეს ბონუსად გამოუშვი, ახლა არ ვაპირებდი ამის